მშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. ყოფებით ჩემს საყვარელ შტატში, ლუიზიანაში. საცხოვრებლად საკმაოდ კივიძაღი საყვარელი შტატი, თავისი ეგზოტიკური და მაცხოვრებელთა ხასიათიდან გამომდინარე, მაგრამ საცხოვრებლად ისეთი ტენიანობაა გარდა. წვეთები ჩამოდის ამ ტენიანობისაგან. რასიზან მუშაობთ და იმის იმედით რომ რაღაცა საინტერესოს გადავეყრებით. შევუდგეთ დღევანდელ დღეს. დილის 6 საათია. სიცხე არის 27 გრადუსი. მაგრამ ისეთი შეგრძნებაა თითქოს პარნოიში ხარ, პარნოიში. სხვათაშორის ეს დღეები გამიჭირდა, ეტყობა მაინც ახალი ჩამოსული რო ვარ, წინა ვიდეოებში ვთქვი. და ორგანიზმი ასე თუ ისე ეჩვევა, მაგრამ საბოლოო ჯამში ასაკეთებს ეს მანქანა. ალურა, დავაი. ავიწყოთ ლუიზიანაში ვართ. ჩვენ ლუიზიანაში რა გვაქვს სანახავი? ეხლა შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ სასაფლაოები აქ ხო სულ ჭაობი და წყლიანი ლანდშაფტია სულ და მიცვალებულები მიწაში არ დებენ რა. ასე ორსართულიანი სასაფლაოებია და ჩემ მეგობას ველაპარაკებოდით რა. და შენო კაკო ასე მოგზაურობა რო გიყვარსო, მე არის ეს არის საინტერესო არაფერი არ არისო. შენობა უნდა ნახო, ის ნახო, ეს ნახო და რა თქმა უნდა თავისთავად მე ახლა მაგისაც არ ვიზიარებ, იმიტომ რომ მიდიხარ რომ მე ხასა ქვეყანაში იმის ისტორია უნდა იცოდე, იმის რა ხალხი ცხოვრობდა, როგორი ხალხი ცხოვრობდა, რითი ცხოვრობდნენ. ეს თუ არ გაიგე და ის მაგას მუღამს ვერ დაიჭერ. იგივეა შენობებზე, ეხლა რომელიღაც ქალაქში რომ მიხვადას შენობებს უყურებ, აი შენობებით რა ტყობა უნდა გაიგო. როგორ რა უნდა გაიგო? აი მაგათად არის კლასიკური, როკოკო, ბაროკო, თანამედროვე, მერე მშენებლობის ნიუანსები რო იცი, რა ჯობია, მაგრამ ეხლა მაგათად ბარსელონაშიო რა უნდა ვნახო? როგორ რა უნდა ვნახო? კაცო, ბარსელონა ცნობილია თავისი გაუტია ეს არქიტექტური. მისი შენობები აშენებული და რითია ცნობილი, იმიტომ რომ გაუტი იყენებდა ცხოველის ხერხემალს. აი ხერხემალი როგორც არის აწყობილი, იმ ხერხემლის მალების, დაწოლის გადანაწილების სისტემით აშენებდა შენობებს და არ არის საინტერესო. უმეტეს როცა ის შენებლობის რაღაც მუღამები, ძალიან მაგარია რა. ეხლა ბარსელონაში რო ჩახვარდა სტადიონზე, სადაც ის აქვია სტადიონს მესიდესი რო თამაშობენ, იქ რატომ არ უნდა მიხვიდე ხო და მე რომ იქ მესი იქ იყო და ეს იყო რა არის ამაში საინტერესო. ნუ რა ვიცი ხა მას ხო ისე ხო ყველა ადამიანს თავისი გემოვნება აქვს. ანდა პარიჟიო რა არის ხა საინტერესო ბიჭო როგორ მთელი ფილოსოფოსები, მწერლები იქ დადიოდნენ, ცხოვრობდნენ. მე რა ხა ის თუ ცხოვრობდა მე რა ხეირიო და მე მიჩემნიაო რაღაცა შევჭამო, ნუ რა უნდა მეთქვა და ეს გემოვნებაზე არ დავობენ. ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში მე პირიქით ხა მე უთხარი, მე რომ სადმე მივიდივარ აუცილებლად ისტორიას არ იმას აუცილებლად კითხულო და მე საინტერესო ხა მაგათი ლუიზიანა ხო? იცოდით რომ მაშინ მე მოყოლილი მაქვს ხო რომ ეს ფრანგებს არ ქონდათ უკვე მიწები აღებული თემსოფლიოში გადაწყვიტეს რომ რაღაცა მიწა მაინც უნდა აიღო და საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ და ჯარისკაცებს მანდილოსნები რომ არ ყოფნიდათ შეშივლეს საფრანგეთის მეფეს და მეფემ აქეთ 300 თუ 400 კალპატონი გამოუგზავნა. საინტერესო კრეოლები ქვია მაგათ. ეხლა ეს რო იცი საინტერესო არ არის. ამ კრეოლებმა შექმნეს აი ესეთი შვენიერი
თავისებური ისტორიაა და ეხლა თუ არ გიცი ისტორია, რა თქმა უნდა, ვერ დაამუღაბებ იმას. ეს როგორ არის, აი მაგალითად ოპერა, ვის უყვარს ეხლა ოპერა, ხო, მაგრამ თუ დაამუღამე იმ ოპერაში, მომღერალი როგორ მღერის ის სოპრანო, ბანი, მერე ის მუსიკალური მელოდიები, როგორი შერწყმა ხდება, როგორი ჰარმონიული ის იქნება, როგორი კომპოზიცია იქნება და თუ ეს იცი, მე უკვე რა თქმა უნდა სიამოვნებს. იგივეა ფეხბურთის მასე არ არის, ხა რამდენი ადამიანი რომელიც ფეხბურთი არ აინტერესებს. არ აინტერესებს, იმიტომ რომ არის ის ფეხბურთში როგორი კომბინაცია ხდება, პასები, მიწოდება, სტრატეგია, დრიბლინგი, რა მთელი ამბებია და მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ხო იცით როგორი გამონათქვამი ასეთი რომ ემონებაზე არ დავობენ, ყველა იჩევს თავის გზას. მაგრამ ჩვენ ახლა მაგალითად მე მაგათი აი ხო რა თქვა კიდევ შენ იმით ამაყობ რომ იქ იყავიო და ფოტო უნდა გადაიღო და ესაო შენი სიამაყეო რომ აი მე აქ ვიყავი იქ ვიყავი არა რა თქმა უნდა მაგიც არის ცუდი რატოა მაგრამ აიც ეს ისე და ესე ვუბრუნდები იმას რომ თუ გინდა რომ ისიამოვნო მოგზაურობით და ასე ვთქვათ ტრიპით უნდა იცოდე ისტორია და ის პროცესები რაც იქ ხდებოდა. ეხლა ჩვენ პირადად რამდენჯერ ახლა რომ დავდივართ ახლა თუნდაც აქაც და აი მაგათ თბილისში სოფლებში რომ მიდივარ ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე თბილისის საქართველოში იმ სოფლის ისტორია, წარსული. იგივე აქაც ხო თითქმის ყველა დასახლებაში ამერიკის ყველა დასახლებაში მუზეუმია და ყველა თავისებურად ამაყობს ხო? როგორ მოვიდა ვინ იყო პირველი მოსახლე კარტოფილის მუზეუმიო, ტრაქტორის მუზეუმიო, ცხენის მუზეუმიო და რა ვიცი ახლა. აბა ცხოვრება მეტი რა არის? ცხოვრება თავისი მრავალფეროვნები და თავისი განსხვავებულებით არის საინტერესო და ეს თუ არ ამ კუთხით თუ არ შეხედე მოგზაურობა ნამდვილად ეხლა ჩვენც ახლა რომ დავდივართ მანქანით ხო აი ხო არ ახსენ მაგრამ აი მანქანა საბურავი იქ მივიდე აქ მოვიდა პირიქით უნდა ეძებო საინტერესო რაღაცეები და თუ გამოგივა რაჯობია მაგას და ჩვენც აი დღევანდელი დღე დავიწყეთ იმით რომ შეიძლება რაღაცა საინტერესო და შემეცნებითი ვიპოვოთ ლუიზიანა ეხლა სიტყვა მოიტარა და ინტერესიდან გამომდინარე ეხლა ჩვენ ხო იცი ხა ვემზადებით სხვადასხვა თემებისთვის და ერთ-ერთი თემა იქნება სიბერე და ასაკი ისე თქმამი და ნუ ცოტა ეხლა კი არა მაგრამ შემდეგ მომავალში მეტაბერი ვიტყვი რა სიბერე როდის იწყება სიბერე მაშინ იწყება როცა ინტერესები აღარ აქვს უკვე გაცვეთილი გაქვს ინტერესები ეხლა ბავშვი რო ხარ ახალგაზრდა რო ხარ მაცველი რო ხარ გინდა რაღაცები გაინტერესებს და მიდიხარ და მე არის ხოლმე შემთხვევები რომ აი თქვა რაღაცას მიაღწია რაღაცა გაიკმაყოფილი რაღაცა ნახე და მე აღარ გაინტერესებს ის არ გაინტერესებს ეს არ გაინტერესებს და ეს ინტერესები და ხო რომელიც გადადის სურვილები რო აღარ არის და იწყება სიბერე ესე იგი ისე თქმა მინდა როცა სურვილები არ აქვს ადამიანს იწყება სიბერე ეხლა გინდა არ გინდა ასაკი მაინც მოვა ეს ბუნებრივი პროცესი რასაც ქვია დაბადება გაზდა და დაბერება და მერე გარდაცვალება ამას ვერ მოშორდები ხო გინდა არ გინდა მოხდება მაგრამ ყველა ასაკს და ყველა პერიოდს აქვს თავისი სიმშვენიერე ეხლა ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ვა რა მაგარია ბავშვობა ბავშვობა იმიტომ რომ როგორ არის ბავშვი სულ ინტერესით არის და სულ აინტერესებს და რაღაც სიცოცხლეა და მე ამ ინტერესს გუიტის მიისწრებ და ენერგია მოდის ეხლა ზოგი დღეს ფიზიკურად და ისა და კი რა თქმა უნდა ახალგაზრდა რო ხარ ჯანი რო გაქვს და ჯა უფრო კარგია მაგრამ აქ მაინც ინტერესია ეხლა მე ვიცი ძალიან ბევრი არ ვიცი ახალგაზრდა და ოხუცია და არა ეზარება არა ინტერესი სიზარმაცე არის ყველაფრის საწყისი და როცა შენ ინტერესი არ აქვს და სრულიები არ აქვს სრულიები იმიტომ რომ სიზარმაციდან მოყიჭრებული გაო ეს ნანახი მაქვს ესა ნანახი მაქვს და იწყება სიბერე და გვინდა ჩვენ სიბერე ვინც არ უნდა გააჩვენო ყველა ეთქვა რომ აუ სიბერე საშინელება მაგრამ მიზეზი ხონდა იპოვოს სიბერის მიზეზი არის
ხალისის დაბალი სურვილის დაბალი ხარისხი. ყველა ასაკს აქვს თავისი ხიბლი და მუღამი, მაგრამ მაინც საწყისი არის ინტერესი და სურვილი. აი მაგალითად ყავს მე გივის სიხარულიძე, აი შეხედეთ რომ ამდენი წლისა მგონი 86-87 წლისა როგორი ენერგიულია, როგორი იმებზე სრიალებს, მუსიკა უყვარს, ეკვლავს, ანეკდოტებს ყვება, ლექსებს ამბობს, უბრალოდ კაი ხასიათზე გაყენებს და თვითონაც ხარობს, ხო? მაგრამ პატარა ასაკით არა, ხო? ამ დროს შეხედე ხა სხვა ასაკის 80-ის 70 წლის ადამიანები შეხედეთ მოკუნტული და დაკუნტული და ზის იმასე ეზოში იმასთან ჭიშკართან და არის და არა მე იმას კი ვიცახე ხა ყველა თვითონ იჩევ თავის გზას, მაგრამ ინტერესები და სრულები უნდა ქონდეს, სრულები და ის პროცესი რაღაც წეღანავ თქვი რომ მაინც გავვლო და წავიდეთ, მაინც მოხდება ესა და ბარემ თუ უნდა გავიარო და ემბრიელად გავირი და საინტერესო ამაზად გავირი და სრულებით სავსე იქნება დაჯობია მაგას. ეს არ შეეხება სიბერე და ამაზე მერე კიდევ ვილაპარაკეთ, რომელიც სამწუხაროდ აი დეპრესიას რო გაიძახიან, იგივეა, რამდენი ახალგაზრდა და დეპრესიულია და აი ის არა მაგ, ეს არა მაგ. ერთ სიტყვით თემები ბევრი გვაქვს. ჩვენ ახლა დავიდეთ ახლა ჩვენ მივიტანოთ ეს ჩვენი ტვირთი წვენები და მერე ვნახოთ დიდი სრული გვაქვს, რამე საინტერესო ვნახოთ ამ ლუიზიანა შტატში. და ახლა დავისახოთ იქნებ სასაფლაოს გადავეხმაროთ. სართულიანი სასაფლაო ნახოთ. ეხლა ზოგი მეტყვი სასაფლაოებზე ლაპარაკობენ. ეს ხო ინტერესია, ორსართულიანი სასაფლაოები ნანახი გაქვს მეგობრებო? მე არა მაქვს ნანახი და ვიცი რომ აქ არის და უნდა ვნახოთ. სავარაუდოდ დასახლება თუ იქნება, იქაც იქნება სადმე ეს სასაფლაო. ნუ ნახოთ, ჩვენ როგორ ვამბობთ. ყველაფერს ვიღებთ ნატურალურად, ყველაფერს ვიღებთ ბუნებრივად. უბრალოდ ვფართხოთ, რომ რამე საინტერესო და შემეცნებითი ნახოთ. ისე ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე რა, ეხლა ხო გარეთ ხო სულ აი ტენიანობაა და შეუძლებელია გარეთ ყოფნა, მაგრამ ეხლა მე ვზივარაკე მანქანაში, სიგრილეში და გარედან უყურებ რა და ვითომ არაფერი. მაგრამ ხალხი თუნდაც 50-60 წლის წინ დადიოდა და აშენებდნენ ამ თქვა ამ ხეებს, ჭრიდნენ, გზები გაყავდათ. ამხელა ენერგია და ენთუზიაზმი ჭირდებოდა ამას ყველაფერს რა. თაობები ჭირდებოდა ამას ხო ყველაფერს. ადამიანი ჩამოვიდოდა 15-20 წელი იმუშავებდა, მე სხვა მოვიდოდა, მე ეს მოდა ამდენი ადამიანი და ამდენი თაობა შეიცვალა, რომ ჩვენ პირადად ახლა ასეთ გვესარგებლა მაგით. ახლა ხო ლამაზია შეხედავ რა ლამაზად არის ყველაფერი ბუნება რა. როგორც კი გახვალ სიცხიდან გამომდინარე, უკვე შეგიწუხდება გული და მაგალითად რო უყურებ ყველაფერი ლამაზად არის. და ამ დროს პატარეთი ნაბიჯუნა გადადგა მანქანიდან და მე იგრძნობ რა არის ლამაზი და რა არის უბედურება. ნუ მე კაი გაგებით ვიძახი ახლა, კაი თუ ცუდი გაგებით, ნუ დისკომფორტი ხო უბედურებს ცოტა ისეთი სიტყვა. სად მოვედით ამ ტყეები და დაბურული ტყეების შემდეგ რაღაც დასახლებაში, ანუ საწყობი იქნება სავარაუდოდ წვენები მოგვაქვს. როზელანდი. საერთოდ ლუიზიანაში
ძალიან იაფია სახლები და ის აქ მე ადრეც მომიყოლია ეკოლოგიური პრობლემები რომ შეიქმნა, აქ ხო ნავთობი ბევრია და მე ნავთობის ამოღება რომ დაიწყეს ჭაბურღილებს ტოვებდნენ რომ ტოვებდნენ მე ეს აირია ჭაობიანი მაშინ და მაგათ ეკოლოგიური პრობლემა თეშტაჩი და მოსახლეობა არ რჩება რა საცხოვრებლად რა მაინც ფასის გამო მაინც ბევრი ეხლა სხვა შტატებთან შედარებით ყველაზე იაფი შტატია რა. აქ რომ მოვიდე. Office parking drop. მისამართიშო Can დამიდგნენ ეს or personal must check in stop restricted area. Sorry ადგილია. ეს ტერები კი უკან დამადგენ ხო ხედავ რაღაცში. წადი რა გამასწარი რა. ძღოლები ვინც არიან მიხვდებიან ეხა მე რაზე ბუზღუნებ. გვერდზე დგები და უკან მიდგენან. ახლა შევიდე, ესე ეძოდით. შევამოწმეთ სწორად ვარ მოსული. ეს თავისუფალი ის არის არა, ინტერესი ხა მისამართზე მოვედი და რა არის თვითონ ხოდე ხა შევხედავ ამას ყველაფერს. შენობა რა, წვენები ვით მოვიტანდა, წვენები ახრათლდა თამბები. აბა შევიდეთ იქ, აი შესასვლელი იქ არის. Drive, do not block drive, enter. აი გადავხედავ ახლა ჩემი მეს საკუთებს. Smithly sapli, Rosela. Აკაც Smithly sapli. არა სწორად ვარ მოსული, მაგრამ რაღაც უცნაური რაღაცაა რა. შევიდეთ იქით, აბა. ესე ზეძებს ეთქობა ხო? არა. აქ შევიდა, ესე შევიდა ეს დიდი ტრაილერი. ეს მასე მომიწევს შესვლა, მე სად მიდის იქ ოფისია სადმე? შევიდე გავჭერ. მოდი იცი რას ვიზა მეგობრე, მოდი ახლა მოდი ჩავა და შევამოწმებ. ვია. ხიათ ვაკეთებთ ხოლმე ასეთ რაღაცებს და ვია. თან გავლას მოგეწევს. ასეც ხია. აი სამას 4 კომპანია ეს არის და ავიდეთ რა. არა იმდო რაღაცა ხუთები მოვიტანე და ეს რაღაცა იქნება. Smithly sapli აგეწერია. Smithly sapli კომპანია ერთი იგივე მაგრამ კაციშვილი არა. ეს მეუნება მოვედიო და არავინ არ არისო და რავი რეგისტრირეთ იძღოლი შემოვიდა აი ვიღაცა მოვიდა კაციშვილი არ არის მაიტყო დილა რო არივით იქ წამოდიო ხელებს იქნებს. გაჩედი შევხედო. Security only. კიპით ხელს მიქნევდა და. შევხედო, ხო ხედავ რომ დავიკარგე. აი ეს ტიპი წავიდა იქით. რაღაცა შენობა არც არის ოფისი არავინ არ არის. იქ ნავთის გადამამუშავებელია. აი ეხლა რა არის? ეხლა უკვე რა ხდება ჩემი მეგობრებო? ეთქობა აქ იყო რაღაცა შენობა. ძველი მისამართი მომცეს.
ეს შენობა დაანგრეულია და სად ვიპოვოთ არ ვიცით. კაციშვილი არ არის. ისე კი მანიშა ასე წადიო მას საწავიდი ახლა. აი გონი ვიღაცა გამოჩნდა. ჩემი აზრით იყო რაღაცა საწარმო ეს დაანგრიეს. მე სადმა წავიდე ახლა. ცოცხალი კაცი ხო უნდა ნახოვინ. ეს იქი ჩორს არის ვიღაცა. კი გაჩერდა. მეგობრებო, ყველაფერი ნატურაში და ბუნებრივად აქვს გადაღებული. საფურია მაგ კაციშვილი არ არის. აი მძღოლია რაღაცა ნახოთ აბა. მანქანა მძღოლია. აი რაღაცა იქავა მას. Hi friend, hello. Go around to the warehouse over there. Okay, thank you. And the dog is going to be on this side. Okay. You can go in the door, and they got some on the desk. They got people on the desk right now. Okay, thank you very much. Thank you. თურმე ეს უნდა წავიდეთ და გახვალო და ეგ არის ვეითხავს. ახმედებოდი, ხა ის კი მიქნევდა ხელს, მაგრამ დაეკნი. გაჩერებული იყო და ეთქვა. ეხლა ერთი მანქანა მოდის, მგონი ისე უკან ბრუნდება. უკან რო წამოვიდა, გამოვიდა და ეთქვა წრე დაატყვა და ისევ ესე ბრუნდება, აი. აი ზანგი მძღოლი შეეშა. ეგერ არის, იქიდან უნდა გამოდიან მანქანები მეც. ესე იგი მარტო მე არ ყოფილა ასეთ სიტუაციაში. აი ეს ტიპი საიდანაც გამოვიდა, იქ უნდა შევიდეთ ჩვენ. გადაკეთეს ახლა იქა გზა და წვიმანები არა მეგობრებო, წვიმანები. აი ეს ახლა მანქანა ხო მოვიდა ეს უკან წავიდა ეთქვა სხვაგან კითხა და ახლა იმას იქიდან გამოვიდა. ნუ ასეთ რიარი არის, მაგრამ ნუ თავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ. აი ხიათ არის ხომე რა, თვითონ არ კაციშვილი არის. ხო, იქითკენ უნდა წახვიდეო მეუნება მძღოლი. ამოდი ახლა დილის 7 საათია და კაციშვილი არ მოძრაობდა, მაინდამე ეხლა მოვუდათ. არის ხომე, ხო ასე მეგობრებო, რაღაცას ვაკეთებ და შენ რომ მოგინდება, მაინდამე მაშინ მოვუდება ყველას. შევიდეთ ახლა, შევიდეთ, ოკეი. თავარია სიმშვიდე ჩვენი ემოციიდან გამომდინარე. არ უნდა ავყეთო ესეთ დღეს დავარტყავ რომ ის კარგად შევიდე. უცნაური აი იმ საწყოში უნდა მივიდე. ასე ვიფიქრებდი რომ ამ გზა არის. ოკეი. ახლა ტრაილერი შევიდა ჩვენ შევალთ. ესე ავტობა და მოშვება რაღაცა მაგის დამაგვარია. აბა, იმეილს ვიყვა. ოკეი. ამ საწარმოს ხო ყავს პატრონი ან რაღაცა უფროსობა და აშკარად აქ რაღაცა შენობა იყო, ის დაანგრიეს. რაღაცას მე გააკეთებია არის.
ყოველდღიური რუტინა, ვიმე ახლა ისეთ გადასასვლელი აქვს, მოუწნელი უნდა გადახვიდე, რომ მანქანა არ დავამტკიცოთ. ოპა. Premium lubricants. ეგ ტრაილერით გას, ეთქობა აგრიგია. ზანგიც გადმოვიდა. დავუყენოთ ამას გვერდზე და მეტყვიან სადავაყენოთ ამათ. ეგ დოკია. ჩემნერი მანქანა დგას და ალბათ აქ გადმოფირთავენ. წავიდეთ, შევამოწმოთ საბუთი და წავიდეთ. ოპა. ვიმე? ჯერ კიდევ 7 საათია და რა სიცხეა და. შუა დღეს რა იქნება? ეს ტიპი. Hello, office over here, yeah? Office. Yeah. Thank you. Akitaris. ნახოთ. ხო, ესეთი ყუთები მოვიტანე მეც. ამუშტა. ალბათ ესე მომწევს დაყენება და გადმოტვირთავე. მოვედით სწორად. რომელი ისიც განთავისუფლება იქ დადექიო. რომელიც განთავისუფლებაა, მაგრამ ახლა რიგში ეს არის პირველი. დაველოდეთ. კარგო. აქამდე ჩვენ შევამოწმოთ ჩვენი ტექნიკურად გადავხედოთ ჩვენ მანქანას, რამე ეს ყოველთვის დილით რო ავდექი, ისეთი სიცხე იყო, გარეთ არ გამოვედი და ეს დიდი შეცდომა ყოველთვის უნდა რო ადგებით. PTI ქვია რა. ეხლა იმიტომ კი არა, მაგრამ გურახდიათ მართლა უნდა შეამოწმო რა, ზოგჯერ არის ხომ რომ საბურავი იშვებს, მე გზაში რო არ გაფუჭდეს რაღაცა. ურთეს. მაინც რაცა უნდა კაი საბურავები ქონდეს, ყოველთვის უნდა შეამოწმო. მაგრამ მე ხა ვისარგებლოთ ამ მომენტით. აი, წამოვიდგენთ ახლა გამოვედი. სულ აი ხო სწრაფად არ მივდივარ ნელა და უკვე ოფლი დამადგა რა. რა ეთქვა. ფურცაი. წამოვიდგენთ ამ სიცხეში და ამ იმაში. შოუდა ადრე. წეღანაც რო ვთქვი 100 წლის წინ, 50 წლის წინ, ვიცი. მე ახლა ასე თუ ისე კარგო მყავს, კარგო და კარგო მომიყვანს წესრიგში, მაგრამ ახლა რა ამხელა სილად ეს გინდა რომ ჩვენ კი ვიძახი, მაგრამ მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ეკვატორში და ეკვატორის გარშემო. რა კარგია. ეთქობა მაინც ადამიანი რომ კაი ცხოვრებას ეჩვევი. ძალიან ძნელია რა. არა რომ ეს საათია, ვის ნახევარია. ამოვიდგეთ ამ სიცხეში. რაც არის ეგ არის რა. დაილოცო საქართველო რა. აი ბათუმიც ხო მაგარი ტენიანობაა, ჩაქვი და ის აქ როგორი სიცხე იმე იკმინება რა, იკმენს. ახლა ბათუმში კი არის ხა ტენიანობა, ბათუმში არ იკმინება რა, არ კმენს. აქ თვითონ გეჯახება, გეხება რა, გეხება ეს ტენიანობა და ეს როგორ ვთქვათ ეს წყალი. მოდი ახლა ნახოთ სად ეს პიკაპი შორს აგვაქვს თუ არა. აქედან ამ მანძილიდან ვინერიულოთ თუ არა. ესე იგი ავკრიფოთ ახლა ჩვენი მინდა ლაკუიმე 51 და რამდენი მაილია. ავკრიფოს ახლა პიკაპი ჩვენი ინტერესია რაც შეიძლება მალე
გადმო 88 მილი გვაქვს რა. 88 მილი აქიდან. სად არის აბა ეს წელში მომციროთ შორს აინდა. ესე უკან ბრუნდებით რა, უკან ბრუნდები და აქ მე უნდა ავიღოთ ეს ტვირთი და წავიდეთ კალიფორნიაში. ნახოთ კალიფორნიაში სად მივდივართ, რომ მაინც ვიცოდეთ რა, ხო იცი, წინასწარ რო გაინტერესებს ამდენს გადაგიხდიან. ნავკრიფოთ ახლა კალიფორნიაში მივდივართ. მეტროს შუა ქალაქში ლოს-ანჯელესში, აუ რაც არ გიყვარს ხოლმე რა. უკვე წინასწარ ვიცი რომ საცობები იქნება და მაგრამ ასიზა, მაგრამ ამდენი იქნება დასავლელი. ელოდები ეს სანგის სკოლი. ჩემერი სკოლია. ხო, ესე იგი ლოს-ანჯელეს, კალიფორნია. ეს აი დიდი მანძილი ყოფილა და ეს 1600 ლოს-ანჯელეს. ოპა, ნახოთ აბა. Rated. 1817 მილი იქნება გასავლელი. ნუ 1900 მაილში ხდიან $4600. $4600 გამოდის საკაც 2 და 40. იმ პირობებში რომ $3 დადის ხალხი 2 და 400-ად მე მომიწევს წასვლა. მაგრამ იმ იმედით რომ კალიფორნიიდან უკვე ძვირი ტვირთი წამოვა, ამიტომ უკვე ღირს წასვლა. ას ხოჭი თქვენ როგორ ვაკეთებთ ხოლმე ის დაბალი, ის მაღალი და მე ერთ კვირაში საერთო შედეგი გამოდის, მაგრამ რას იზამ. კარგი იყო, უფრო მაღალი ფასი ყოფილიყო, მაგრამ იმის იმედით რომ იქიდან მაღალ ფასად წამოვარ, ამას ყველაფერს გაათანაბრებს. თუმცა რაც ახლა როდის ვიყავი აქ მე 2 თვის და 3 თვის წინანდ ფასებზე უფრო მაღალი ფასებია დღევანდელ დღეს, მაგრამ რას იზა, ბაზარია, ბაზარი, სამყარო კაპიტალისტური მოთხოვნები. რა ვქნა, დაველოდოთ. ჩემი ბუნება საინტერესო იქნებოდა აქეთ გავლა გამოვლა, მაგრამ ისეთი ცხელა აქ ნაკლად ვერ ვრი რა. ჩემი სიგარული და ბუდიალი საუფლო ჯირკვლებს აღიზიანებს და გაოფრიანდები და რას ვიცი, მე ხა დავждები და გადავხედა უკვე ჩემ რა ხდება პოლიტიკაში, რა ხდება მიმდინარე პროცესებს მოусმენს და აი ასე რა. შევდეკით რუტინულ დღეს და თუ რამე საინტერესო გამოჩნდება, შემეცნებითი აქ არა ვარ კომენტარულად. ტელეფონი გვაქვს, ჩაწერის საშუალება გვაქვს. ვა, ეგ მუშმალას ხე არის რა. მაგრამ არა, ეხლა იქ ქასლას დამანები ძალიან ცხელა. კარგით მეგობრებო, აგემშვიდობებით. მე დავიწყე ტენიან და ცხელ გარემოში მუშაობა, ანუ ჩემი ცხელ გარემოში დაიწყო ჩემი დღევანდელი დღე. თქვენ კიდევ ცხელ გარემოში და ცივ გარემოში განწყობა უნდა შევიფრანთ ყოველთვის კარგი. ემოციები ვაკონტროლოთ, არაფერს არ ავყვეთ და მივყვეთ, რაც მოგვეცემა და გონება რისთვისაკო ყველაფერს გამოვკლავდებთ. კარგით აბა, დაგემშვიდობებით, იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით.